ეს ქვევრის ნატეხი რაც ეფარა გადმოწეული იყო და ანუ ერთი ნაბიჯი როგორც გადავდგიდა გავჩერდი გავშრი იქ და დავიწყე ყვირილი ეს ბარბარეს ნაჭამი ქონდა საჭმელი და ეს ბრინდენა სახელზე ჩამოფარებული და ანუ ორგანიზმში ფილტრში შევიდა წყალი გაებერა ბავშვის ორგანიზმზე მაღლა იყო ამოტივტივებული 11 წლის წინ ქართული ოცნების პირველი რუსული სპეცოპერაცია სწორედ ამ სოფელში დაიწყო ბარბარე რაფალიანცის დედამ დღეს უკვე ზუსტად იცის რაც შეეწირა მისი 10 თვის შვილი ბევრჯერ დამიტოვებია ესე რა რომ ეზოში გამოსულა და რა ვიცოდი მე და არასოდეს არ გამჩენია იმის შიში თუ ესეთი რაღაცა მოხდებოდა ხო პირველი რა ვიცი რაც მახსოვს ჩამოწყვეტილი ისა რა ქვია ფარდა და სადაც ბარბარე იწყო ის მთლიანი როგინი სულ ამოყირავებული სურათი რაც დავინახე კარგის მომასწავლებელი არაფერი არ იყო ბავშვი მომყარე ეს 2012 წლის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე იყო. ქართული ოცნების რუსული სახე პირველად 11 წლის წინ სწორედ სოფელ კოლაქში რაფალიანცების სახლის მარანში გამოჩნდა. როცა მაშინდელმა ოპოზიციამ გადაწყვიტა ამ მომრჩევლის ემოციებზე ყველაზე მგრძნობიარე თემით ეთამაშა. თქვენ ცოცხები გაგიკვირდათ ციხეში 9 თვის ბავშვს იტაცებენ ეს არ არის მეკანა მიშა სააკაშვილი და დააჭიდეთ და გაასამართლეთ ტრაგედიის სხვაზე გადაბრალება ხომ რუსული მეთოდია განსაკუთრებით მაშინ თუ მიზნის მისაღწევად ხელს ყველაზე მეტად ეს სხვა გიშლის 10 თვის ბავშვის მკვლელად მთავარი ოპონენტის ნაციონალური მოძრაობის შერაცხვაც სავარაუდოდ რუსული გეგმა იყო რომელსაც თეატრალური დასი მანანა ბერიკაშვილის ხელმძღვანელობით ზედმიწევნით მიჰყვა დოი ჭოლა მე ველაპარაკები ჩემ თეატრს ყველა ჩემ მეგობარს სიძღვილი ხალხნო ნუ გააправებთ ამ საძაგლებს 9 თვის ბავშვი მოკლეს გესმით თქვენ საქართველო გაიხვიძე მაშინ მანანა ბერიკაშვილმა დამადო ხარძელ ხელი და მითხრა რომ პირობას გაძლეო რომ სისხლის მსმელი ნაციონალები დაისჭებიანო და რაღაცა მხარი ვიგრძენი მე ქეთიდოლიძე ჩამოვიდა მთლიანი რო იყვნენ დას მოუხმა მანანა ბერიკაშვილმა იმიტომ რომ მაგისი როლი კარგად შეასრულა სპექტაკლი ნაციონალურ მოძრაობას იმ დროს ხელს ოჯახი წადებდა მათ ამეჭვს ისიც უმყარებდათ რომ ბარბარე რაფალიანცის დეიდა ქართული ოცნების კოორდინატორი იყო და ამ ტრაგედიაში პოლიტიკურ ქვეტექს მარტივად ხედავდნენ დღეს დედა ამბობს რომ შეცდა მაშინ მივეცი ცხელგულზე განცხადება მაშინ ჟურნალისტები აღარც ვიცოდი რას ვლაპარაკობდი დავადე მაშინ ნაციონალებს ხელი რა იყო და ხმოდა თუ არა არჩევნები იქნებოდა რაჯანდაბა იქნებოდა ეს ნაციონალები იქნებოდა თუ რაც იქნებოდნენ ვიღაცამ ხო გააკეთა ეს ვიღაცამ ხო გააკეთა მაგრამ დამკვეთის სხვა არის და დამკვეთის მაღლა მაშინ ეს მთავრობა არის ეს ამ მთავრობამ დაუკვეთა ის რომ ჩემი შვილი მოეკლათ აი პირდაპირ ესე ვიტყვი ამ ამბის ირგვლივ საეჭვო დამთხოვებსა და კითხვის ნიშნებს 11 წლის შემდეგაც არაფერი მოკლებია. პირიქით, ამ დრომდე უპასუხოდ რჩება კითხვა, რა შეაწყობდა არჩევნების წინა დღეს ისედაც რეპუტაცია შელახულ ნაციონალურ მოძრაობას ბავშვის ქვევრში დახრჩობა, ან როგორ გაჩნდა ასე ოპერატიულად მაშინდელი ოპოზიციის შემთხვევის ადგილას, მათ შორის ირაკლი ალასანია, რომელიც მეორე დღეს კენჭს ზუგდიდში იყრიდა. სახეზე აშკარად უდიდესი თავგასულობა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების და მათ ხელს უწყობს აშკარად შინაგან საქმეთა სამინისტრო. გახსოვთ რა მოხდა ამ სოფელში 11 წლის წინ? როგორ არ მახსოვს ჩემი ბიძაშვილის ბავშვი მასხლეს რა ქვია და ჩაახჩეს ბარბარე რაფალიანცი სამბავი არჩევნების წინა დღეს მოხდა არჩევნების წინა დღეს ფაქტი მოვიდა ის ხელისუფლება ვინც ძალიან იყირა ნაციონალები იმას ასწორებდნენ მაინტერესებს ბარბარე რაფალიანცის ტრაგედია დღემდე თუ ახსოვს ამ სოფელს როგორ არა მაგის დავიწყებ როგორ შეიძლება სოფელი კოლაგი უკვე 11 წელია ამ ტრაგედიით ცხოვრობს. 10 თვის ბარბარე რაფალიანცის საქმე ამ დრომდე თაროზეთებს. უამრავი დაპირების მიუხედავად არავინ დასჯილა. მეტიც ჰორიზონტიდან საერთოდ გაქრნენ ის ადამიანები, რომლებიც ერთ დროს ყველაზე ბევრს და ხმამაღლა ყვიროდნენ. კულტურის სახშიც მიელი მანანა ბერიკაშვილი მაშინ იქ მუშაობდა თუ რაღაც არ შემდგა ქალბატონი მანანა ბერიკაშვილი მე მივედით მაშინ იყო ჯერის ირაკლი ღარიბაშვილი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი არც ირაკლი ღარიბაშვილი არ შეხვდა პირობა დავდე სასახლესთან პირობა რომ მანამ ცოცხალი ვარ
და მანამ პირში სული მიდგა ისე არ წავალ ამ ქვეყნიდან და ისე არ შემოგიერთდნენ, მანამ არ გავიგებ სიმართლეს. რა უნდა გამიკეთონ ამაზე მეტი? ვითომ დაგაშინონ ესეთი რაღაცები გაშრა და დამაშინონ ამაზე მეც ვერაფერს ვერ გამიკეთებ. ქართული ოცნების გამოუძიებელი და დანაშაულებრივი საქმეების სერია სწორედ ბარბარე რაფალიანცის ტრაგედიიდან იწყება. ამის შემდეგ იყო პანკისის ხეობაში ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაცია და სპეცრაზმელის მიერ მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი. ხორაბას ქუჩის საქმე და მკვლელების გავლენიან მფარველებს გადაფარებული ხელისუფლება. დემურს ტურუას თვითმკვლელობა, რომელმაც საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზად სამტრედიის პოლიციის თანამშრომლის მიერ მასზე განხორციელებული შანტაჟი დაასახელა. ივანიშვილის რეჟიმმა თავი მოაკვლევინა 15 წლის ლუკა სირაძესაც, რომლის მე-9 სართულიდან გადმოხტომასაც წინ სკოლის კედლებზე გაკეთებული წარწერების გამო პოლიციის განყოფილებაში მისი ღირსების შემლახველი დაკითხვა უძღოდა. მე ხვერდები ყველას მიმოკლუმშობენ დამიტეკით ვერდი ქართული ხალხო გაიჭემი ჟილის ღირსება შეილახა. ძალადობრივმა რეჟიმმა არსებობის გახანგრძლივება სხვადასხვა დროს სხვადასხვა ბინზური მეთოდით სცადა. ასე ემსხვერპლა 2018 წლის არჩევნებს ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორი ია კერზაია, რომელიც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო დასაჯეს. ბრალსდებდნენ იმაში, რაც მის წამს, მის თელ სოფხედველობას და მის გამოცხოვრებას ეწინააღმდეგებოდა, ხო? მან სკოლაში თითქოს რაღაცა პრობლემები იყო, ფინანსური და ასე შემდეგ და ყველაფერს აბრალებდნენ მას. იცოდნენ, რომ სუტყუილ ადამიანს დღეში რამოდენიმეჯერ გაკითხვას უწყობდნენ და პრაქტიკულად ერთი კვირის განმავლობაში ტერორში ყავდათ. მიაღწია საბოლოოდ იმ მიზანს, რომ ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლე